შრიმად ბაგავატამი, სიმღერა პირველი, ნაწილი პირველი, თავი მეშვიდე, დრონას ვაჟიშვილის დასჯა. შრი შაუნაკამ იკითხა, ო სუტა, დიდმა და ტრანსცენდენტულად ძლიერმა ვიასადევამ, ყველაფერი მოისმინა შრი ნარადა მუნისგან. როგორ მოიქცა ვიასადევა ნარადას წასვლის შემდეგ? შრი სუტამ თქვა, ვედებთან მჭიდროდ დაკავშირებულ მდინარე სარასვატის დასავლეთ ნაპირზე, შამია-პრასაში დგას ქოხი, რომელიც შთაგონებას მატებს ბრძენებს, მათ ტრანსცენდენტულ საქმიანობაში და მედიტაციისთვის არის განკუთვნილი. ამ ადგილას, ხეხილით გარშემორტყმულ თავის აშრამში, შრილა ვიასადევა განწმენდისათვის წყალს შეეხო და მედიტაციის შესასრულებლად დაჯდა. ასე მან ჭკუა განამტკიცა იმით, რომ სრულყოფილად ჩააბა იგი ერთგული სამსახურის ფაქტი იოგას დამაკავშირებელ პროცესში, რომელსაც მატერიალური არაფერი სცხია და მან იხილა ღმრთეების აბსოლუტური პიროვნება მის სრულ განმგებლობაში ყოფ გარეგან ენერგიასთან ერთად. თუმცა ცოცხალი არსება ტრანსცენდენტულია ბუნების სამი მოდუსის მიმართ, გარეგანი ენერგიის გამო თვლის, რომ თვითონ მატერიისგან არის წარმოქმნილი, ამიტომაც მატერიალურ ტანჯვას განიცდის. ერთგული სამსახურის დამაკავშირებელი პროცესის საშუალებით შეიძლება ცოცხალი არსების ბუნებისათვის უცხო მატერიალური ტანჯვების შემსუბუქება, მაგრამ ხალხმა ამის შესახებ არ იცოდა, ამიტომ სწავლულმა ვიასადევამ შეადგინა ეს ვედური ნაწარმოები, რომელიც უზენაეს ჭეშმარიტებასთან არის დაკავშირებული. უბრალოდ ამ ვედური ნაწარმოების მოსმენის შედეგად ადამიანში ერთბაშად იღვიძებს უფალი კრიშნას, ღმრთების უზენაესი პიროვნების სასიყვარულო ერთგული სამსახურის გრძნობა და ქრება მწუხარების, ილუზიის და შიშის ცეცხლი. შრიმად ბაგავატამის შედგენისა და შესწორების შემდეგ დიდმა ბრძენმა ვიასადევამ ასწავლა იგი თავის შვილს, შრი შუკადევა გოსვამის, რომელიც უკვე თვითშემეცნების გზას ადგა. შრი შაუნაკამ კითხა სუტა გოსვამის, შრი შუკადევა გოსვამი უკვე იდგა თვითშემეცნების გზაზე, ამიტომაც კმაყოფილი იყო საკუთარ თავში. მას რატომ ითავა ამ ვრცელი ნაწარმოების შესწავლა? სხვადასხვა კატეგორიის ატმარამებს, ვინც ნეტარებას პოულობს ატმაში, ანუ მეობაში, განსაკუთრებით კი მათ, ვინც თვითშემეცნების გზაზე არიან გამტკიცებულნი, ღმრთების პიროვნების წმინდა ერთგული სამსახური სურთ, თუმცა სრულიად თავისუფალნი არიან მატერიალური ტყვეობიდან. ეს იმას ნიშნავს, რომ უფალი ტრანსცენდენტულ თვისებებს ფლობს, ამიტომ შეუძლია მიიზიდოს ყველა განთავისუფლებული სულებიც კი. შრილა შუკადევა გოსვამი, შრილა ვიასადევას შვილი, არა მარტო ტრანსცენდენტულად ძლევამოსილი, არამედ მეტად ძვირფასიც იყო უფლის ერთგულებისთვის. ამრიგად მან შეისწავლა ეს დიადი თხზულება, შრიმად ბაგავატამი. სუტა გოსვამიმ ასე მიმართა რშებს, რომელთაც სათავეში შაუნაკა ედგათ. ახლა დავიწყებ ტრანსცენდენტულ მოთხრობას უფალ შრი კრიშნაზე, აგრეთვე მეფეთა შორის ბრძენი მეფე პარიქშიტის დაბადების, საქმიანობებისა და განთავისუფლების შესახებ და მოგიყვებით იმას, თუ როგორ განუდგნენ ქვეყანას პანდუს შვილები. როდესაც ორივე ბანაკის, კერძოდ კაურავებისა და პანდავების მეომრები კურუქშეტრას ბრძოლის ველზე დაეცნენ და მკვდარი მებრძოლები მათ მიერ დამსახურებულ ადგილებში წავიდნენ, როდესაც ფიმასმენას კვერთხით ხერხემალგატეხილი დრიშტარაშტას ვაჟიშვილი მწუხარებით აღსავსე დაეცა, დრონაჩარიას შვილმა აშვათამამ თავები მოჰკვეთა დრაუპადის მძინარე 5 შვილს და ძღვენად მიართვა თავის ბატონს. სულელურად ეგონა რა, რომ ამით ასიამოვნებდა, მაგრამ დურიოთანამ არ მოიწონა ეს საძაგელი საქციელი და სრულიად არ იყო კმაყოფილი. თავისი შვილების დახოცვის ამბის მოსმენის შემდეგ დრაუპადიმ პანდავების 5 შვილის მოკვლის გამო უბედურებით შეპყრობილმა დედამ ცრემლებით სავსე თვალებით გოდება დაიწყო. დიდი დანაკლისის გამო მგლოვიარეს დაწყნარების მიზნით არჯუნამ უთხრა მას: ო კეთილშობილო ქალო, როდესაც მოგართმევ იმ ბრაჰმანის თავს,
მოკვეთილს მშვილდ განდივათი, მაშინ დაგიშრობ ცრემლიან თვალებს და დაგაწყნარებ. მაშინ შენი შვილების სხეულების დაწვის შემდეგ შეგიძლია მის თავზე მდგომმა განიბანო. ამ სიტყვებით არჯუნამ, რომელსაც მისი მეგობარი და მეეტლე, შეუცდომელი უფალი მიუძღვებოდა, დააწყნარა საყვარელი ცოლი. შემდეგ აბჯარი აისხა და სხვადასხვა სასიკვდილო იარაღი აიღო ხელში. იგი ავიდა თავის ეტლში და გაედევნა აშვათთამას სამხედრო ხელოვნებაში თავისი მასწავლებლის შვილს. აშვათთამამ უბლისწულ დამკვლელმა შორიდან იხილა მისკენ დიდი სისწრაფით მომავალი არჯუნა და შიშით შეპყრობილი სიცოცხლის გადასარჩენად ეტლით გაექცა, როგორც შეშინებული ბრაჰმა გაექცა შივას. როდესაც ბრაჰმანის შვილმა აშვათთამამ დაინახა, რომ მისი ცხენები დაქანცულიყვნენ, იფიქრა, რომ სხვა არაფერი დარჩენოდა თავისი საბოლოო იარაღის, ბრაჰმასტრას ბირთვული იარაღის გამოყენების გარდა. რადგან მისი სიცოცხლე საფრთხეში იყო, განწმენდისთვის წყალს შეეხო და მთელი ყურადღება ბირთვული იარაღის გამოსაშვები ჰიმნების გალობას მიაპყრო, თუმცა მისი შეჩერება არ იცოდა. ამის შემდეგ ირგვლივ ყველაფერს ცეცხლოვანი სინათლე მოედო. იგი იმდენად აუტანელი იყო, რომ არჯუნა მიგრძნო, მის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრებოდა და ასე მიმართა უფალ შრი კრიშნას. არჯუნამ თქვა: ო ჩემო უფალო, შრი კრიშნავ, შენ ღმრთების ყოვლისშემძლე პიროვნება ხარ, შენს მრავალგვარ უსასრულო ენერგიებს საზღვარი არ აქვს. ამიტომ მხოლოდ შენ შეგიძლია უშიშარი გახადო შენი ერთგულები. მატერიალური ტანჯვის ალში გახვეული ნებისმიერი ადამიანი განთავისუფლების გზას მხოლოდ შენში იპოვის. შენ ხარ ღმრთების თავდაპირველი პიროვნება, რომელიც თავად ეფინები მთელ სამყაროებს და მატერიალურ ენერგიაზე მაღლად გახარ. შენ შენი სულიერი პოტენციით მოიშორე მატერიალური ენერგიის ზემოქმედება. შენ ყოველთვის მარადიულ ნეტარებასა და ტრანსცენდენტულ ცოდნაში იმყოფები. და მაინც, თუმცა შენ არ გეხება მატერიალური ენერგია, განპირობებული სულების უმაღლესი სიკეთისათვის განთავისუფლების 4 პრინციპს იცავ, რომლებიც შეიცავს რელიგიას და ასე შემდეგ. ამრიგად, შენ ინკარნაციის სახით ეშვები, რათა მსოფლიოს ტვირთი შეუმსუბუქო და სიკეთე მოუტანო შენს მეგობრებს, განსაკუთრებით კი შენს გამორჩეულ ერთგულებს და მათ, ვინც შენზე მედიტაციით არიან მოცულნი. ო უფალთა უფალო, რატომ ვრცელდება ირგვლივ ეს სახიფათო ციალი, საიდან მოდის, მეც არ მესმის. ღმრთების უზენაესმა პიროვნებამ თქვა: იცოდე ჩემგან, რომ ეს დრონას შვილის ნამოქმედარია, მან ბირთვული ენერგიის ბრაჰმასტრას ჰიმნები წარმოთქვა და არ იცის როგორ ალაგმოს ციალი. მან ეს უმწეოდ გარდაუვალი სიკვდილის შიშით გააკეთა. ო არჯუნა, ამ იარაღის გაბათილება მხოლოდ მეორე ბრაჰმასტრას შეუძლია. რა კი სამხედრო ხელოვნებაში გამოცდილი ხარ, შენი იარაღის ძალით ჩააქრე ამ იარაღის ციალი. შრი სუტა გოსვამიმ თქვა: ღმრთების პიროვნებისგან ამის მოსმენის შემდეგ არჯუნა განწმენდისათვის წყალს შეეხო და უფალი შრი კრიშნას გარშემოვლის შემდეგ პირველი იარაღის მოქმედების შესაჩერებლად თავისი იარაღი ბრაჰმასტრა გატყორცნა. როდესაც ორი ბრაჰმასტრას სხივები შეერთდა, ზის დისკოს მსგავსმა დიდმა ცეცხლოვანმა წრემ დაფარა მთელი კოსმოსი და ყველა პლანეტა. სამივე სამყაროს მთელი მოსახლეობა იარაღთა ერთობლივი სიმხურვალით იწოდა. ყველას გაახსნენდა ცეცხლის სამვარტაკა, რომელიც განადგურებისას ვლინდება. იხილა რა ხალხის მღელვარება და პლანეტების გარდაუვალი განადგურება, უფალი შრი კრიშნას სურვილის თანახმად, არჯუნამ უმალვე დააბრუნა ორივე ბრაჰმასტრა. არჯუნამ, რომლის თვალებიც მრისხანებისგან სპილენძის წითელი ბურთულებივით იყო ანთებული, მარჯვედ დაიჭირა გაუტამის ვაჟიშვილი და ცხოველივით გაკოჭა იგი. აშვათამას გაკოჭვის შემდეგ არჯუნას მისი სამხედრო ბანაკში წაყვანა სურდა. ლოტოსის თვალებით მომზირალმა ღმრთების პიროვნებამ შრი კრიშნამ განრისხებულ არჯუნას უთხრა. უფალმა შრი კრიშნამ თქვა: ო არჯუნა, შენ არ უნდა გამოიჩინო მოწყალება და არ უნდა გაუშვა ბრაჰმანის ეს ნათესავი.
ბრაჰმა ბანთუ, რადგან მან მძინარე უმანკო ბიჭები დახოცა. პიროვნება, რომელმაც რელიგიის პრინციპები იცის, არ კლავს უდარდელ, მთვრალ, შეშლილ, მძინარე, დაშინებულ ან უეტლო მტერს. იგი არც ბიჭებს, ქალებს, სულელ არსებებსა და დანებებულ სულებს ხოცავს. ულმობელი და საძაგელი პიროვნება, რომელიც სხვათა სიცოცხლის ხარჯზე ცხოვრობს, სიკვდილს იმსახურებს მისივე კეთილდღეობისთვის, წინააღმდეგ შემთხვევაში თავისი საქმიანობების გამო სულ უფრო დაბლა დაეშვება. გარდა ამისა, მე პირადად მოვისმინე, როგორ დაპირდი დრაუპადის, რომ მისი შვილების მკვლელის თავს მიართმევდი. ამ კაცმა მზაკრულად ამოხოცა შენი ოჯახის წევრები, მაგრამ ეს კიდევ არაფერი, მან თავისი ბატონი განარისხა. იგი თავისი ოჯახის ფერფლია მხოლოდ. დაუყოვნებლივ მოკალი იგი. სუდა გოსვამიმ თქვა, თუმცა კრიშნამ, რომელმაც არჯუნა რელიგიაში გამოსცადა, დრონაჩარიას შვილის მოკლა მოუწოდა მას, არჯუნას დიად სულს არ მოეწონა ეს აზრი, მიუხედავად იმისა, რომ აშვათამამ საძაგლად გამოასალმა სიცოცხლეს არჯუნას ოჯახის წევრები. თავის ძვირფას მეგობართან და მეეტლესთან შრი კრიშნასთან ერთად ბანაკის მიღწევის შემდეგ არჯუნამ მკვლელი მიაბარა თავის ძვირფას ცოლს, რომელიც მოკლულ შვილებს გლოვობდა. შრი სუტა გოსვამიმ თქვა, მაშინ დრაუპადიმ იხილა ყველაზე სამარცხვინო მკვლელობის გამო, ცხოველივით გაკოჭილი და დადუმებული აშვათამა. თავისი ქალური ბუნებისა და კეთილი და ზრდილი ხასიათის გამო, მან ბრაჰმანის შესაფერისი პატივი სცა მას. მან ვერ აიტანა, რომ აშვათამა გაკოჭილი იყო და როგორც ერთგულმა ქალმა თქვა, გაუშვი იგი, რადგან ბრაჰმანია, ჩვენი სულიერი მოძღვარი. სწორედ დრონაჩარიას წყალობით ისწავლე ისრების სროლის სამხედრო ხელოვნება და იარაღის მართვის საიდუმლო მეცნიერება. უდავოა, რომ იგი, დრონაჩარია, კიდევ ცოცხალია, რამე თუ მისი შვილი მისი წარმომადგენელია. მისმა ცოლმა კრპიმ არ გაიარა სატი მასთან ერთად, რადგან შვილი ჰყავდა. ყველაზე იღბლიანო მათ შორის, ვინც რელიგიის პრინციპები იცის. არ შეგშვენით მწუხარების მოტანა დიდებული ოჯახის წევრებისთვის, რომლებიც ყოველთვის პატივისა და თაყვანისცემის ღირსნი არიან. ჩემო ბატონო, ჩემსავით ნოაატირებთ დრონაჩარიას ცოლს, მე ჩემი შვილების სიკვდილის გამო ვარ დამწუხრებული, რა საჭიროა, რომ მანაც ჩემსავით გამუდმებით იტიროს. თუ კი მმართველი სამეფო ფენის წევრები გრძნობათა შეუკავლებლობის გამო შეურაცხყოფას მიაყენებენ ბრაჰმანთა ფენას და განარისხებენ მათ, მაშინ ამ რისხვის ცეცხლი სამეფო ოჯახის მთელ სხეულს დაწვავს და უბედურებას მოუტანს ყველას. სუდა გოსვამიმ თქვა, ო ბრაჰმანებო, მეფე იუთიშთირამ მთლიანად დაუჭირა მხარი დედოფლის სიტყვებს, რომლებიც რელიგიის პრინციპებს შეესაბამებოდა და მართალი, დიდებული, მოწყალებით ნაკარნახევი, მიუკერძოებელი და ორპირობას მოკლებული იყო. ნაკულა და საჰადევა, მეფის უმცროსი ძმები, აგრეთვე სატიაკი, არჯუნა, ღმრთების პიროვნება, უფალი შრი კრიშნა, დევაკის შვილი, ქალები და სხვები ერთსულოვნად დაეთანხმნენ მეფეს, მაგრამ ფიმა არ დაეთანხმა ამას და მოუწოდათ მოეკლათ დამნაშავე, რომელმაც განრისხებულმა უმიზნოდ დახოცა მძინარე ბავშვები, რამაც არაფერი მოუტანა არც მას და არც მის ბატონს. ფიმას დრაუპადისა და სხვების სიტყვების მოსმენის შემდეგ, ჩატურფუჯამ, ოთხელიანმა ანუ ღმრთების პიროვნებამ დაინახა თავისი ძვირფასი მეგობრის არჯუნას სახე და თითქოს მომცინარმა თქვა. ღმრთების პიროვნება შრი კრიშნამ თქვა, არ შეიძლება ბრაჰმანის შვილის მოკვლა, მაგრამ თუ კი მოძალადეა, უნდა მოიკლას. ეს წესები წმინდა წერილებშია მოცემული და შენ მათ შესაბამისად უნდა იმოქმედო. შენ დაპირება უნდა აუსრულო შენს ცოლს და ისე უნდა მოიქცე, რომ ფიმასმენაც და მეც დაგვაკმაყოფილო. არჯუნა მაშინვე მიხვდა უფლის ორაზროვანი სიტყვების მნიშვნელობას და თმებით და ძვირფასი თვალით ხმლით მოაჭრა აშვათამას თავიდან. ბავშვების მკვლელობის გამო მას აშვათამას უკვე დაკარგული ჰქონდა სხეულის ბრწყინვალება და ახლა თავიდან ძვირფასი თვალის მოჭრის გამო ძალაც დაეკარგა. მას თოკები გაუხსნეს
და გაიყვანეს ბანაკიდან. ბრაჰმანის ნათესავისთვის დაწესებულ სასჯელს თავზე თმის მოჭრა, ქონების ჩამორთმევა და საცხოვრებელი ადგილიდან გაძევება წარმოადგენს. სხეულის მოკლა ამათ რიცხვში არ შედის. ამის შემდეგ მწუხარებით შეპყრობილმა პანდუს შვილებმა და დრაუპადიმ თავიანთი გარდაცვლილი ნათესავებისთვის სათანადო რიტუალები ჩაატარეს. თავი მერვე დედოფალ კუნტის ლოცვები და პარიქშიტის ხსნა. სუტა გოსვამიმ თქვა, ამის შემდეგ პანდავები და დრაუპადი განგის ნაპირას გაემართნენ, რათა წყალი მიეცათ მოწყურებული დახოცილი ნათესავებისთვის. ქალები წინ მიდიოდნენ. მათი დატირებისა და განგის წყლის საკმარისად შეთავაზების შემდეგ მათ განიბანეს განგაში, რომლის წყალიც წმინდაა, რადგან უფლის ლოტოსის ტერფთა მტვერს არის შერეული. იქ თავის დამწუხრებულ უმცროს ძმებთან, დრიშტარაშტასთან, განთარისთან, კუნტისთან და დრაუპადისთან ერთად იჯდა კურუთა მეფე, მაჰარაჯა იუთიშთირა. უფალი კრიშნაც იქ იყო. უფალმა შრი კრიშნამ და მუნებმა ყოვლისშემძლე ღმერთის გარდაუვალი კანონებისა და ცოცხალ არსებებზე მათი ზემოქმედების შესახებ დაიწყეს საუბარი და ამით შეძრწუნებულთა და დამწუხრებულთა დაწყნარებას შეეცადნენ. ჭკვიანმა დურიოთანამ და მისმა მომხრეებმა ცვიერებით მიიტაცეს იუთიშთირას სამეფო, რომელსაც მტერი არ ჰყავდა. უფლის წყალობით სამართლიანობა აღდგენილი იქნა და უფალმა მოკლა უსინდისო მეფეები, რომლებმაც დურიოთანას მხარე დაიჭირეს. დაიხოცნენ ისინიც, ვინც უხეშად მოექცნენ დედოფალ დრაუპადის თმებს, რითაც სიცოცხლე მოისწრაფეს. უფალმა შრი კრიშნამ ჯეროვნად შეასრულებინა მაჰარაჯა იუთიშთირას 3 აშვემათა იაჯნა ცხენის შეწირვა, რითაც მთელ ქვეყანას მოედო მისი კეთილის სახელი, მსგავსად ინდრასი, რომელმაც 100 ასეთი მსხვერპლშეწირვა ჩაატარა. მაშინ უფალი კრიშნა გასამგზავრებლად მოემზადა. მან მოიწვია პანდუს შვილები, მას შემდეგ რაც მას თაყვანისცეს ბრაჰმანებმა, რომელთაც სათავეში შრილა ვიასადევა ედგათ. უფალმაც უპასუხა მათ მისალმებებს. როგორც კი უფალი დვარაკაში გასამგზავრებლად ეტლში ჩაჯდა, დაინახა უტარა, რომელიც შეშინებული მორბოდა მისკენ. უტარამ თქვა, ო უფალთა უფალო, სამყაროს მეუფევ, შენ უდიადესი მისტიკოსი ხარ, გთხოვ დამიცავი, რადგან ორმაგობის ამ სამყაროში სხვას არავის შეუძლია სიკვდილის ხელიდან ჩემი დახსნა. ო ჩემო უფალო, შენ ყოვლის შემძლე ხარ, ცეცხლოვანი რკინის ისარი სწრაფად მიახლოვდება. ჩემო უფალო, თუ გიგსურს დაე ისარმა მე დამწვას, მაგრამ გთხოვ არ დააწვევინა და არ მოაწყვეტინო ჩემი ნაყოფი. მოიღე ეს სიკეთე, ო უფალო. სუტა გოსვამიმ თქვა, მისი სიტყვების მოთმინებით მოსვენის შემდეგ უფალი შრი კრიშნა, რომელსაც ყოველთვის ძლიერ უყვარს თავისი ერთგულები, უმალვე მიხვდა, რომ აშვათამამ, დრონაჩარიას შვილმა, ბრაჰმასტრა გამოუშვა პანდავების ოჯახის უკანასკნელი შთამომავლის მოსასპობად. ო მთავარო, დიად მოაზროვნეებს მუნებს შორის, შაუნაკა, დაინახეს რა მათკენ მომავალი მოელვარე ბრაჰმასტრა პანდავებმა თავიანთ იარაღს სტაცეს ხელი. როდესაც ღმრთების ყოვლისშემძლე პიროვნებამ შრი კრიშნამ იხილა, რომ დიდი საფრთხე ემუქრებოდა მის წმინდა ერთგულებს, რომლებიც მისადმი მინდობილი სულები იყვნენ, მათ დასაცავად უმალვე აიღო თავისი დისკო სუდარშანა. უმაღლესი მისტიმიზმის უფალი, შრი კრიშნა ყველას გულში იმყოფება პარამატმას სახით, ამიტომ უბრალოდ კურუს დინასტიის დასაცავად თავისი ენერგიით დაფარა უტარას ჩანასახი. ო შაუნაკა, თუმცა შეუძლებელი იყო აშვათამას მიერ გამოშვებული უმაღლესი იარაღის შეჩერება ან განეიტრალება, იგი განეიტრალებული და მოგგერიებული იქნა ვიშნუს, უფალი კრიშნას ძალასთან შეჯახებისას. ო ბრაჰმანებო, არ გეგონოთ, რომ ეს განსაკუთრებული სასწაულია იდუმალებით მოცული და შეუცდომელი ღმრთების პიროვნებისთვის. ყოველივე მატერიალურს იგი თავისი ტრანსცენდენტული ენერგიებით ასრულგუნებს და ანადგურებს, თუმცა თავად არ შობილია.
ამრიგად, ბრაჰმასტრას გამოსხივებისგან გადარჩენილმა უფლის უბიწო ერთგულმა კუნტიმ, მისმა 5 შვილმა და დრაუპადიმ მიმართეს უფალ კრიშნას, როდესაც იგი სახლში გასამგზავრებლად მოემზადა. შრიმატი კუნტიმ თქვა: "ო კრიშნა, მე მოწიწებით გეთაყვანები, რადგან შენ ხარ თავდაპირველი პიროვნება და არ გეხება მატერიალური სამყაროს თვისებები. შენ ყოვლის შიგნით და გარეთ იმყოფები, მაგრამ მაინც უხილავი ხარ ყველასთვის. გრძნობათა შეზღუდული აღქმისთვის მიუწვდომელი, შენ შეცდომაში შემყვანი, ენერგიის ფარდით დაფარული, მარადიულად უნაკლო ძალა ხარ. შენ უხილავი რჩები სულელებისთვის, ისევე როგორც უცნობი რჩება გადაცმული მსახიობი. შენ თავად ეშვები, რათა ერთგული სამსახურის ტრანსცენდენტული მეცნიერება გაავრცელო წინწასული ტრანსცენდენტალისტებისა და სპეკულაციური მოაზროვნეების გულებში, რომლებიც განწმენდილნი არიან, რამე თუ მატერიის სულისგან გამორჩევა ძალუძს, მას როგორ შეგწევს ჩვენ ქალებს შენი სრულყოფილად შეცნობის უნარი? ამიტომ დაე მოწიწებით ვცე თაყვანი უფალს, რომელიც ვასუდევას შვილი, დევაკის სიხარული, ნანდასა და ვრინდავანის სხვა მენახირეთა ბიჭი და ძროხებისა და გრძნობების მაცოცხლებელი გახდა. მოწიწებით გცემ თაყვანს, ო უფალო, ვის მუცელზეც ლოტოსის ყვავილის მსგავსი ჩაღრმავებაა, ვინც ყოველთვის მორთული ხარ ყვავილწნულებითა და ლოტოსის ყვავილებით, ვისი გამოხედვაც ლოტოსივით გამაგრილებელია და ვის ტერფებზეც ლოტოსებია ამოტვირფრული. ო შრიკეშა, გრძნობათა მბრძანებელო და უფალთა უფალო, შენ გაანთავისუფლე დედაშენი დევაკი, რომელიც დიდი ხნით დაატყვევა და ტანჯა ბოროტმა კამსამ. შენ გვიხსენი მე და ჩემი შვილები ხიფათისგან. ჩემო ძვირფასო კრიშნაო, ო მეუფეო, შენ გვიხსენი მოწამლული კვერისგან, დიდი ხანძრისგან, კაცი ჭამიებისგან, ბიწიერთა თავყრილობისგან, ტყეში განდევნის დროს ტანჯვებისა და ბრძოლისგან, რომელშიც დიდი მხედართმთავრები მონაწილეობდნენ, ახლა კი აშვათამას იარაღისაგან გადაგვარჩინე. დაე კვლავ და კვლავ განმეორდეს ეს უბედურებები, რათა კვლავ და კვლავ გიხილოთ, რადგან შენი ხილვა ნიშნავს იმას, რომ აღარ ვნახავთ განმეორებად დაბადებასა და სიკვდილს. ჩემო უფალო, ადვილია შენს მეუფებასთან მიახლოება, მაგრამ ეს ძალუძს მხოლოდ მათ, ვისაც არაფერი მატერიალური არ გააჩნიათ. ის, ვინც მატერიალური პროგრესის გზას ადგას და მდგომარეობის გაუმჯობესებას წარჩინებული წარმოშობით, დიდ ძალის სიმდიდრით, მაღალი განათლებითა და სხეულის სილამაზით ცდილობს, ვერ მოგმართავს გულწრფელი გრძნობით. თაყვანს გცემ შენ მატერიალურად გაღატაკებულთა საკუთრებას. შენ არაფერი გაკავშირებს ბუნების მატერიალური მოდუსების ქმედებებსა და უკუქმედებებთან. შენ კმაყოფილი ხარ საკუთარ თავში, ამიტომაც ყველაზე მშვიდი და მონის და მეუფე ბრძანდები. ჩემო უფალო, მე ვთვლი, რომ შენი უზენაესობა არის მარადიული დრო, უზენაესი გამგებელი, ყოვლის გამჭოლი, საწყისისა და სასრულის გარეშე. შენ ყველას თანაბრად ფენ წყალობას. ცოცხალ არსებათა შორის განხეთქილებები საზოგადოებრივი ურთიერთობის შედეგად იქნება. ო უფალო, ვერავინ მიხვდება შენს ტრანსცენდენტულ გართობებს, რომლებიც ადამიანურს გავს და ამიტომ შეცდომაში შეჰყავს სხვები. შენ არც წყალობის განსაკუთრებული ობიექტი გაგაჩნია, არც შურისა. ხალხს მხოლოდ გონია, რომ ვინმეზე მიკერძოებული ხარ. ეს მართლაც დამაბნეველია, ო სამყაროს სულო, რომ შენ მოქმედებ, თუმცა უმოქმედო ხარ და იბადები, თუმცა სასიცოცხლო ძალა და არშობილი ხარ. შენ თავად ეშვები ცხოველებს, ადამიანებს, ბრძენებსა და წყლის ბინადართა შორის. ეს მართლაც დამაბნეველია. ო ჩემო ძვირფასო კრიშნა, იაშოდამ თოკით დაგაბა, როცა დანაშაული ჩაედინე და შენი შეშფოთებული თვალები ცრემლებით აივსო, რამაც წამწამებიდან საღებავი ჩამოგირეცხა და შენ შეშინდი, თუმცა თავად განპირობებულ შიშსაც კი ეშინია შენი. ეს სანახაობა საგონებელში მაგდებს. ზოგი ამბობს, რომ არშობილი ღვთისმოსავი მეფეების სადიდებლად იშვა. სხვების აზრით კი იგი იშვა იმისთვის, რომ მეფე იადოსთვის შენი ერთ-ერთი უძვირფასესი ერთგულისათვის სიამოვნება მოენიჭებინა. შენ ისევე ევლინები მის ოჯახში, როგორც სანდელის ხე იზრდება
მალაიას მთებზე. სხვები ამბობენ, რომ რადგან ვასუდევა და დევაკი გევედრებოდნენ, შენ მათ შვილად დაიბადე. ეჭვი არ არის, რომ შენ არშობილი ხარ, მაგრამ მაინც იბადები მათ სასიკეთოდ და ნახევარღმერთთა მოშურნეების მოსაკლავად. სხვები ამბობენ, რომ ზღვაში ნავივით გადატვირთული მსოფლიო მეტად დამწუხრებულია და ბრაჰმა შენი შვილი გევედრებოდა და შენც მოევლინე უბედურების შესამცირებლად. სხვებმა კითხვეს, რომ შენ მოევლინე ერთგულის სამსახურის აღსაღორწინებლად, რომელიც მოიცავს მოსმენას, მოგონებას, თაყვანისცემას და სხვა, რათა მატერიალური გაჭირვებებით ტანჯულ განპირობებულ სულებს ესარგებლათ ამით და განთავისუფლებულიყვნენ. ო კრიშნავ, ისინი, ვინც გამუდმებით ისმენენ, გალობენ და იმეორებენ შენი ტრანსცენდენტული საქმიანობების შესახებ, ან ტკბებიან სხვათა მიერ ამის შესრულებისას, უდაოდ ხედავენ შენს ლოტოსის ტერფებს, მხოლოდ მათ შეუძლიათ განმეორებადი დაბადება სიკვდილის შეწყვეტა. ო ჩემო უფალო, შენ თავად მოიხადე ყოველი მოვალეობა. ნუ თუ დაგვტოვებ დღეს, როდესაც ყველა მეფე გვემტერება, მიუხედავად იმისა, რომ მთლიანად შენს წყალობაზე ვართ დამოკიდებულნი და მფარველი არავინ გყავს. როგორც სხეულის სახელი და დიდება კვდება ცოცხალი სულის წასვლისას, ასევე თუ კი მზერას მოგვაკლებ ჩვენს დიდებასა და საქმიანობებსაც, იმავე პანდავებთან და იადოებთან ერთად, უმალვე მოეღება ბოლო. ო გადათარა კრიშნა, ახლა ჩვენი სამეფო შენი ტერფების ანაბეჭდებით არის მორთული, ამიტომაც მშვენიერია, მაგრამ როდესაც შენ წახვალ, იგი დაკარგავს სილამაზეს. ქალაქები და სოფლები ყოველმხრივ აყვავებულია, რადგან უხვად იზრდება ბალახი და მარცვლეული. ხეები ხილით არის დახუნძლული, მდინარეები მოჩქებს, მთები მინერალებითაა სავსე, ოკეანე კი სიმდიდრით. და ეს გამოწვეულია იმით, რომ მათ შენი მზერა ეცემა. ო სამყაროს უფალო, სამყაროს სულო, ო სამყაროს ფორმის პიროვნებავ, ამიტომ გთხოვ, გადამიჭერი ოჯახის წევრების, პანდავებისა და ვშნის დინასტიისადმი მიჯაჭვულობის კვანძი. ო მათუს უფალო, როგორც განგა მუდამ დაუბრკოლებლად მიედინება ზღვისკენ, დაი ჩემი ყურადღებაც გამუდმებით შენსკენ იყოს მიმართული ზღვაზე გადატანის გარეშე. ო კრიშნა, ო არჯუნას მეგობარო, ო მთავარო ვშნის შთამომავალთა შორის, შენ ანადგურებ იმ პოლიტიკურ დაჯგუფებებს, რომლებიც არეულობას იწვევენ დედამიწაზე. შენი ძალა არასოდეს იკლებს, შენ ტრანსცენდენტული სავანე გაქვს და ძროხების, ბრაჰმანებისა და ერთგულების ტანჯვათა შესამსუბუქებლად ეშვები. შენ ფლობ მთელ მისტიურ ძალებს და მთელი სამყაროს მოძღვარი ხარ. შენ ხარ ყოვლი შემძლე ღმერთი და მე მოწიწებით თაყვანს გცემ შენ. სუტა გოსვამიმ თქვა, კუნდიდევის რჩეული ლოცვების მოსმენის შემდეგ უფალს ალერსიანად გაეღიმა. ეს ღიმილი ისევე მომხიბვლელი იყო, როგორც მისი მისტიკური ძალა. ამრიგად მოისმინა რა შრიმატი კუნდიდევის ლოცვანი უფალმა ჰასტინაპურის სასახლეში შესვლისას ამცნო დანარჩენ ქალებს თავისი გამგზავრების შესახებ, მაგრამ გამგზავრების წინ იგი მეფე იუთიშთირამ შეაჩერა და სიყვარულით შეეხვეწა. ვერაფერმა დაარწმუნა მეტად დამწუხრებული მეფე იუთიშთირა, ვერც დიადი ბრძენების დარიგებებმა, რომელთაც სათავეში ვიასა ედგათ, ვერც თავად უფალმა კრიშნამ, ზეადამიანური საქმეების ჩამდენმა და ვერც მრავალმა ისტორიულმა მოწმობამ. თავისი მეგობრების სიკვდილით დამწუხრებული მეფე იუთიშთირა, თარმას შვილი უბრალო მატერიალისტივით დარდობდა. ო ბრძენებო, მიჯაჭვულობით გაოგნებულმა, მან ასეთი რამ წარმოსთქვა. მეფე იუთიშთირამ თქვა, ო ჩემო ხვედრო, მე ყველაზე ცოდვილი ვარ. შეხედეთ ჩემს გულს, რომელიც უმეცრებით არის სავსე. ამ სხეულმა, რომელიც საბოლოო ჯამში სხვებისთვის არის განკუთვნილი, მრავალი ფალანგა ამოხოცა. მე მოვკალი მრავალი ყმაწვილი, ბრაჰმანი, კეთილის მოსურნე, მეგობარი, მშობელი, მასწავლებელი და ძმა, მილიონობით წელიც რომ ვიცოცხლო, ვერ დავაღწევ თავს ჯოჯოხეთს, რომელიც ამ ცოდვების გამო მელის. არ ცოდავს ის მეფე, რომელიც მოქალაქეებს იცავს და მართალი საქმისთვის კლავს, მაგრამ ეს დანაწესი მე არ მეხება.
მე მოვკალი უამრავი ქალის მეგობარი და ამით ისეთ მტრობას მივეცი დასაბამი, რომ მატერიალური ქველმოქმედებით მისი გამოსწორება შეუძლებელია. როგორც ტალახი ვერ გაწმენს ტალახიან წყალს, ან ღვინო ღვინით მოსრულ ქოთანს, ასევე შეუძლებელია ცხოველების შეწირვით კაცის მოკლის შედეგების გაბათილება.